უცბად მესმის ბატონი რეზოს ხმა. მე ხა ვთხოვ ჩვენს ოპერატორს, რომ მოგასმენინოთ ეს ხმა. როგორც ჩანს ეს ჩაფიქრებული ქონდა თავად რაღაც სიმღერად და ჩემი ხარ ერთი ანუ ორი სიტყვა ძალიან რთული ამოცანის წინაშე დავდექით და ძალიან მინდოდა რომ ასე ამ ორი სიტყვიდან ამოსულიყო ეს სიმღერა მართალია ეს ყველაფერი ჟღერს მე უკვე ოპერაში ლელა მაგრამ ზუსტად ეს ჩემი ხარ მინდოდა გამოყენებულიყო ამ სიმღერაში და მივაკითხე ადამიანს რომლის სახელის და გვარის თქმა დღეს ჩემთვის ძალიან ძიმეა და თან ძალიან საამაყო სევდიანიც და სასიხარულოც რომელი ერთი თქვა რადგანაც ადამიანი რომელთანაც მე ვიტანე მელოდია უკვე ცუდად იყო და შევწუხდი იმაზე რომ არ შემეწუხებინა ზედმეტად და ვთხოვე რომ მე არ მეჩქარება შენ როცა გიქნება ამის საშუალება მაშინ იქნებ მოგინდეს ლექსის დაწერა მთავარია რომ იყოს ჩემი ხარ არ დამავიწყდება როგორ ამომხედა და მითხრა მე ვჩქარობო ეს იყო ნიკო გომელაური მან ბოლო ინტერვიუში ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ მე არსად წასვლას არ ვაპირებო მართალიც იყო ჩვენ დღეს ახალ ლექს მოვისმენთ ნიკო ჩვენთან არის ჩემი ხარ ჩემი ხარ ცოცხლად მოსული ზმანება ჩემი ხარ ჩემი ოცნების გზა ჩემი ხარ ასე ჩუმიდან თავნება რომელაც ამსამე შენი ხელებით ბედი მეფერება თვალები მათარავენ გარდი ვერ მერევა ჩემი საოცრება ჩემი საოცრება ჩემი ხარ მუდამ ნანადრინა ფიქრი ოცნება როგორი ჩემი მადლობა